როგორ ფიქრობთ, რომელიც ჯობს კბილი თუ იმპლანტი? ეს ყველაზე ხშირი შეკითხვაა სტომატოლოგიაში. პასუხი ძალიან მარტივია. იმპლანტი საუკეთესო საშუალებაა ჩანაცვლებისთვის, თუმცა საკუთარი კბილი არ საჭიროებს ჩანაცვლებას თუ მისი შენარჩუნება შესაძლებელია. ახლა გეტყვით რატომ. პირველ რიგში რა განსხვავებაა იმპლანტისა და კბილის გარშემო არსებულ ქსოვილებს შორის. ბუნებრივი კბილის გარშემო მინაქარდუღაბის საზღვარზე პერიოდონტული ბოჭკოები პერპენდიკულარულადაა განლაგებული. სწორედ ეს ბოჭკოები სცემს კბილს ამორტიზაციის და ბაქტერიული ინვაზიის მიმართ წინაღობის უნარს. იმპლანტს არ გააჩნია დუღაბი და არც პერიოდონტული ბოჭკოები. იმპლანტის გარშემო არის პერიიმპლანტური ლორწოვანი ბარიერი, რომლის ბოჭკოები პარალელურად არის განლაგებული იმპლანტის ყელის ან აბატმენტის მიდამოში. სწორედ ამიტომ იმპლანტსა და გრძილს შორის მიმაგრება უფრო სუსტია. მოკლედ რომ ვთქვათ, კბილი არის ბიოლოგიურად ინტეგრირებული ორგანო, რომელსაც გააჩნია ამორტიზაციის უნარი. იმპლანტი კი ძვალში ანკილოზურად არის მოთავსებული. და სწორედ ეს ანატომიური სხვაობა განსაზღვრავს თუ რატომ სჯობს ჩვენი საკუთარი კბილი.